მასიურად რასაც ვაფიქსირებ ჩვენ საზოგადოებას სჭირს ახალგაზრდაობასაც ისევ ამბობ გენეტიკურად გადაცემული ეს არის ძალიან მაღალ ხარისხში განდიდებული ეგო 25 წელია ვაკეთებ მე ამ დიაგნოსტიკას და ამ დიაგნოსტიკას საშუალება აქვს დააფიქროს სიროს ისეთი დარღვევები რომელიც არ ძაუts სხვა არანაირ სისტემას გამოკვლევის. ეს არის ის ენერგეტიკულ მენტალური ბლოკები, რასაც ჩვენ უძახით, რაც ამ სისტემით არის მოწოდებული, რომელიც ფაქტიურად ხდება ძალიან რთული დაავადებების განვითარების შემდგომში. და ამდენი წლის განმავლობაში მე ეს უკვე ჩემ პრაქტიკაშიც ავაფიქსირე, რომ მართლაც ასე არის რა. ანუ ეს მდგომარეობა არის ღრული. ფსიქიურ აშლილობასა და წონასწორობასთან, გამიგეთ, მაგრამ საერთო ჯამში თუ ეს ხალხი ამ მდგომარეობიდან არ გამოიყვანე, ფსიქიურ აშლილობამდე მიდიან. კიდევ შეიძლება ონკოლოგიამდეც მივიდეს. ეს ერთი მომენტია. ერთ-ერთი რისკ ფაქტორია. ერთ-ერთი ძალიან მაღალი რისკ ფაქტორია და მეორეა, როცა ვითარდება ონკოლოგიური დაავადება. ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მიზეზი არის ზუსტად ესეთი ენერგეტიკული ბლოკები და ეს ჩემ პრაქტიკაში ამდენი წლის განმავლობაში უკვე ძალიან ბევრი ისტორია. პრაქტიკაში კი მარკადატონ თქვი შეგიძლიათ თქვა რომ კონკრეტულად ონკოლოგები ამას აღიარებენ? თუ პირდაპირ დაავადებას იმიტომ რომ ონკოლოგები აზროვნებენ მხოლოდ მატერიალურ დონეზე, ანუ უჯრედის დონეზე და ვიცით რომ აი თქვა ათვისებიანი პროცესი იწყება უჯრედში და როცა ამიტოზივი იწყებს ჭარბი რაოდენობით განვითარებას, ანუ უჯრედის არასწორი დაყოფა მიმდინარეობს და რასაც მოყვება, მაგრამ ესეც ეს შედეგია უშედეგსები. ეს უკვე არის შედეგი იმისა, რასაც ქვია ენერგეტიკული ასევე ფსიქიატრების მე ვიმახსოვრებ ადამიანებს ვისთანაც ესეთი გამოვლინებებია ხოლმე, ესეთი გლობალური ბლოკები და ნუ მესმის რომ აიქ მკერდის ონკოლოგია განვითარდა მანდილოსნებში და ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც ვიცი რომ ეს მდგომარეობა ქონდა და მე ყოველთვის ყვებულობ იმის დასტურს, რომ ეს მდგომარეობები და ვითარდება მერე ონკოლოგია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ შევძლებთ დროულად ამ ადამიანებისთვის იმ შვების მოტანას, რასაც ქვია იმ ვექტორის გასწორებას, რაც მათ თავს ტრიალებს.